ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი მსუბუქი წონის ტოპში. ანალიტიკოსებისგან შეფასებული, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი პროსპექტი მის დივიზიონში. გულშემატკივრები კი მას UFC 311-ზე ჩემპიონობას უწინასწარ მეტყოლებენ. ისლამ მახაჩევის სრული დომინაციის პერიოდში ზუსტად მასში ხედავენ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია მისი შეჩერება. ის დაუნდობლად უსწორდება მოწინააღმდეგეებს დგომში და დიდ საფრთხეს წარმოადგენს პარტერშიც. ახალგაზრდა ვარსკვლავის სომხეთიდან არმან ცარუკიანი. არმან ცარუკიანი დაიბადა საქართველოში, ქალაქ ახალქალაქში, 1996 წლის 11 ოქტომბერს. აქედანვე მომდინარეობს მისი ზედმეტსახელი, რომელიც მას დღემდე მოჰყვება, ახალქალაქელი. როცა არმანი 2 წლისაც არ იყო, მან საცხოვრებლად გადაინაცვლა რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში. ადრეული ასაკიდან იგი დადიოდა ჭიდაობაზე, მაგრამ შემდგომში იგი ჰოკეით დაინტერესდა. იგი ასპარეზობდა გუნდ ამურში, თუმცა მან შერჩევითები ვერ გაიარა და გუნდში ვერ მოხვდა, ამიტომაც გადაწყვიტა მთელი თავისი ყურადღება საბრძოლო ხელოვნებაზე დაეთმო. საკმაოდ წარმატებული ჭიდაობის კარიერის შემდეგ მან გადაწყვიტა MMA-ში გადასულიყო. არმანი ინტერვიუში ამბობს, რომ მაგ მომენტისთვის პროფესიონალურ კარიერაზე არც კი უფიქრია, მას უბრალოდ რამდენიმე ბრძოლის მოგება სურდა. თავის დებიუტში 2015 წელს არმანმა ოცნება აიხსნა და ტექნიკური ნოკაუტით თავისი პირველი ბრძოლა მოიგო. მეორე ბრძოლა ხაბაროვსკში გაიმართა, თუმცა არმანისთვის საუბედროდ ეს ბრძოლა მისთვის მარცხით დასრულდა პირველივე 30 წამში. ეს წაგება მისთვის мотиваცია გახდა და უბრალო ჰობიდან MMA მისთვის ცხოვრების ნაწილად იქცა. ამის შემდეგ მან რამდენიმე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო, რევანშში დაამარცხა თავისი მეტოქე და სატიტულო ბრძოლაც მოიპოვა, რომელშიც 3 რაუნდიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ ქამარიცკი დაიმსახურა. 2019 წელს UFC პირველ ივენტს ატარებდა რუსეთში და ისლამ მახაჩევისთვის ოპონენტს ვერ პოულობდა. საკმაოდ კარგი ფანბაზის მქონე არმანმა ეს პრობლემა მოაგვარა. მან ეს ბრძოლა მოკლე დროში მიიღო. მას საკმარისი დრო არ ჰქონდა მოსამზადებლად კონკრეტული მებრძოლისთვის. პლუს ამას ისლამი მასზე გამოსტილი მებრძოლი იყო და იგი უკვე მე-7 ბრძოლას ატარებდა UFC-ში. არავინ ელოდა არმანისგან კარგ პერფორმანსს, იმის გათვალისწინებით, რომ მან ეს ბრძოლა შორტ-ნოუთზე აიღო და მისი მეტოქე ხაბიბის გუნდელი იყო. არმანმა ბრძოლა კარგი ჰაი-კიკით დაიწყო, თუმცა შემდგომ ფეხი დაუსთა და ისლამ შესაძლებლობა მისცა მისი პირველი თეიქდაუნი გაეკეთებინა. მახაჩევისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა არმანის მიწაზე გადაყვანა. თავდაცვის შემდეგ არმანმა თვითონ სცადა ფეხში შესვლა. არავის აქამდე არ გაუბედავს ისლამის ჭიდაობაში გადაყვანა. არმანი მინიმუმ ისლამზე ცუდად არ გამოიყურებოდა ჭიდაობაში. ის მას კლინჩში აკონტროლებდა და ცდილობდა კეიჯთან ახლოს ჰყოლოდა. ხოლო მახაჩევს მისი ძიუდოს გამოცდილება ეხმარებოდა. არმანმა არ გააკონტროლებინა თავი ისლამს და გამოძრა, თუმცა მახაჩევი მაინც ეძებდა არასტანდარტულ გზებს მისი გრეპლინგში გადასაყვანად. მაგრამ ცარუკიანი ამ ყველაფერს ჭკვიანურად იგერიებდა. ეს ბრძოლა გადაიზარდა 2 ტექნიკური მოჭიდავის ბრძოლაში. არმანი პირველი გახდა, ვინც ისლამის წინააღმდეგ თეიქდაუნი გააფორმა. კომენტატორების და მაყურებლების აზრის მიუხედავად ცარუკიანმა ძალიან კარგი ბრძოლა შესთავაზა ისლამს. მან თავი წარმოაჩინა როგორც მაღალი IQ-ს მქონე მებრძოლი. ისლამმა მისი გატეხვა ვერ შეძლო განთქმული დაღესტანური ჭიდაობის ხრიკებითაც. მეორე რაუნდში ცარუკიანი უკვე თვითონ უტევდა ისლამს და ფეხში შედიოდა. ეს რაუნდიც ძალიან მაღალი კლასის ჭიდაობით გაგრძელდა, რაც ძალიან სანახაობრივი იყო. ისლამის ყველა მცდელობის მიუხედავად იგი ვერ აკონტროლებდა არმანს მიწაზე. ფინალური რაუნდი დგომში გაცვლებით დაიწყო. ცარუკიანი უფრო აქტიურობდა დგომში და პირდაპირ ჰაი-კიკსაც გაუძლო. ჭიდაობის გარეშე მებრძოლებმა წუთნახევარზე მეტი გაძლეს. ცარუკიანი ცდილობდა თავის მეტოქის გადაყვანას და ამას ძალიან ტექნიკურად აკეთებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და ისლამმა მას ფიზიკური კონდიციებით აჯობა. ისლამმა ბრძოლა მცირე უპირატესობით მოიგო. ცარუკიანმა კი ძალიან კარგი ბრძოლა აჩვენა. იგი ასპარეზობდა საუკეთესო მოჭიდავესთან ამ დივიზიონში. და მან იგი თითქმის დაამარცხა თავისივე თამაშში. ანალიტიკოსები დღემდე თვლიან, რომ ეს მახაჩევისთვის ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლა იყო კარიერაში. კარიერაში მეორედ არმან ცარუკიანმა თავისი მარცხი мотиваციის წყაროდ აქცია და მოგებების სერია შემოგთავაზა.
მან დაამარცხა ოლივიე ობინმერსიე, დევი რამოსი, მეტ ფრევოლა, კრისტოს გიაგოსი და იოელ ალვარესი. ამ ბრძოლების შემდეგ ცარუკიანმა თავისი დივიზიონის ტოპებს დაუმიზნა და პირველივე ორთაბრძოლა მას მოუწია მატეუშ გებროთთან, რომელიც იგივე დარბაზში ვარჯიშობდა, რომელშიც ცარუკიანი. არმანი პირველად იყო ივენთის მეინ ქარტში, ამიტომ მას 5 რაუნდიანი ბრძოლა უწევდა, რომელშიც იგი არასდროს ყოფილა. ეს ბრძოლა ორივესთვის ძალიან რთული იყო. გებროტი კარგად იცავდა თავს ცარუკიანის ფეხში შესვლებისგან და საკადრის პასუხს სცემდა მას. გრეპლინგის მოყვარულებისთვის ეს ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იყო. არმანს არ ავიწყდებოდა დგომში მუშაობა და ზუსტად ამით ჯობლიდა იგი თავის მეტოქის. კორპუსის დამუშავებით ცარუკიანს სურდა თავისი მოწინააღმდეგის შენელება, რაც ძალიან ჭკვიანური სვლა იყო. ამავდროულად ხედავდით პარტერში ჩასვლის მცდელობებსაც ორივე მხრიდან. როგორც კი ცარუკიანი მიხვდა, რომ ისინი თანაბრად კარგები იყვნენ პარტერში, მან დაიწყო თავისი უპირატესობის გამოყენება დგომში. საჩემპიონო რაუნდებში გადასვლის შემდეგ მან ნოკდაუნიც კი გაიფორმა. ფინალურ რაუნდშიც ჩვენ ვიხილეთ თანაბარი ბრძოლა ორივე მხრიდან, როგორც პარტერში, ასევე დგომში. როგორც მსაჯებმა გადაწყვიტეს, ცარუკიანის ეს ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად და ბოლო 3 რაუნდი მატეუს მისცეს, რითიც მან გამარჯვება მოიპოვა. ამ ბრძოლის შემდეგ ცარუკიანმა ისევ მოგებების სერია შემოგთავაზა, სადაც დამირ ისმაგულოვის 19 ბრძოლისგან შემდგარი წაუგებელი სერია შეაჩერა, რითიც მან დივიზიონში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ტოპ 5-დან ცარუკიანს მაინც არავინ ეჩხუბებოდა, იმიტომ რომ იგი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 6 თვის შემდეგ მატჩმეიკერებმა გადაწყვიტეს ცარუკიანისთვის მიეცათ UFC-ს ვეტერანი ხოაკინ სილვა, რომელიც არმანმა ადვილად დაამარცხა. 4 წელიწადში არმან ცარუკიანმა UFC-ში 9 ბრძოლა ჩაატარა, რომლიდანაც 7 მოიგო, ხოლო 3 ბრუტალური ფინიშით დაამთავრა. UFC-ს ბოსებმა გადაწყვიტეს მისთვის შანსი მიეცათ. იგი 2023 წლის დეკემბერში დიდი ივენთის მეინ ქარტში მოხვდა. მოწინააღმდეგედ კი მას შეხვდა ტოპ 5-ის წარმომადგენელი ბენილ დარიუში. ცარუკიანმა ეს ბრძოლა წუთნახევარში დაამთავრა ბრუტალური ნოკაუტით. მან მერვე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა და ჩაერთო ქამარზე ბრძოლაში. ამისთვის კი მას ჯერ კიდევ ერთი მებრძოლი ყავდა დასამარცხებელი. ქამარზე ბრძოლაში ცარუკიანს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავდა, სახელად ჩარლზ ოლივეირა. ორივე მათგანი იბრძოდა ისლამ მახაჩევთან რევანშისთვის და ქამრისთვის. ორივესთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, იმიტომ რომ ორივეს ჰქონდა მარცხი ისლამთან და ორივეს სურდა ქამრის მოპოვება რევანში. 2024 წლის აპრილში შედგა ბრძოლა, რომელიც ძალიან სანახაობრივი გამოდგა. პირველი რაუნდის პირველივე წუთებში არმანმა რამდენიმე შესწორმა დაუშვა, რისთვისაც ოლივეირა მის დასაჯა და პარტერში გადაიყვანა, სადაც მის დაფინიშებამდე ცოტა დააკლდა. თუმცა არმანმა შეძლო ყველაფრის შემოტრიალება და პარტერში კონტროლის მოპოვება. ოლივეირა ცდილობდა მის სტილში ცარუკიანის დაღრჩობას, მაგრამ მას ამისთვის დრო არ ეყო. მეორე რაუნდი არმანის სრული დომინაციით მიდიოდა. მან ოლივეირა პარტერში ჩაიყვანა და მეორე რაუნდის დიდი ნაწილი აკონტროლა. ასევე მიაყენა დიდი ზიანი სახის არეში. პირველ რაუნდზე თუ ვიტყოდით, რომ ყველაფერი თანაბრად მიდიოდა, მეორე რაუნდი არმანის გამარჯვებით დასრულდა. მესამე რაუნდში მებრძოლები დგომში აქტიურობდნენ, მაგრამ ჭიდაობის გარეშე დიდი ხანი ვერ გაძლეს და არმანმა მაინც შეძლო ოლივეირას პარტერში გადაყვანა. და ახლა თვითონვე ცდილობდა მის დაღრჩობას, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. ოლივეირა ცდილობდა ბოლო წუთების მოგებას, მაგრამ ეს უკვე არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ცარუკიანმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, რითიც დაიმსახურა სატიტულო ბრძოლა ისლამ მახაჩევთან. 18 იანვარს ჩვენ გველის ორი უნივერსალური მებრძოლის შერკინება. არმან ცარუკიანი დაუპირისპირდება ისლამ მახაჩევს ქამრისთვის. ეს რევანში არმანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2025 წლის დასაწყისი იხსნება ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მეინ ივენთით, რომელსაც გულშემატკივარი სულ მოუთმენლად ელის.